რატომ იყო ნორისის პიასტრიზე შეტევის პირველი ფაზა ძალიან კარგი. ნორის უკეთესი სარბოლო ტემპი ჰქონდა, მაგრამ პიასტრი ანტონელის DRS ზონაში იყო, ფრთის გახსნის უფლება ჰქონდა და ამით კარგად იყო დაცული თანაგუნდელის შეტევისგან. ამიტომ ნორისის მხრიდან რაღაც არასტანდარტული ნაბიჯი იყო საჭირო, რომ პიასტრის ეს დაცული მდგომარეობა შეერყია. მეათე მოსახვევში გვიან დამუხრუჭებაზე შეტევა ძალიან კარგი მცდელობა იყო. ოსკარის ტრაექტორიით თუ ვიმსჯელებთ, იმდენად შორიდან შედის მოსახვევში, რომ ლანდოს შეტევა საერთოდ არ ელოდება. ლანდო თავის მხრივ გადამუხრუჭებას და საბურავების დაზიანებას არ უშვებს. მართალია პიასტრიმ პოზიციის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ ფინიშის სწორზე მისი ჩამორჩენა ანტონელისთან 1.2 წამამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის DRS ზონაში უკვე აღარ იმყოფებოდა და ფრთის გახსნის საშუალება აღარ ექნებოდა. ვფიქრობ, ლანდოსთვის უკეთესი იქნებოდა, რომ პიასტრისთვის მეტად შეეშალა ხელი, რომ ანტონელისთან ჩამორჩენა კიდევ უფრო მეტად გაზრდილიყო და თავის შანსს ისევ მეათე მოსახვევში დალოდებოდა. თუმცა სამწუხაროდ ვიცით, ეს შეტევა საბოლოოდ როგორც დასრულდა.